რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალის რაიონის მოსახლეობისათვის გამყოფი ხაზის უპრობლემოდ გადაკვეთის საკითხზე მუშაობს. გალის რაიონში ცენტრალურ ხიდზე გადასვლა ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტის არ მქონე მოქალაქეებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტის საშუალებით შეუძლიათ. მოსახლეობისათვის მიუღებელია, რომ საკუთარ სახლებში გადასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ საკითხის მოგვარებას ხელისუფლების განითხოვს. მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე განლაგებულ პუნქტებზე უნდა მოქმედებდეს არა ერთი, არამედ სხვადასხვა დოკუმენტი და ამ თემას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მუდმივად განიხილავენ. ვისაც გააჩნია ეგრეთ წოდებული აფხაზური მწვანე პასპორტი და მას თუ ართავს კიდევ მეორე პასპორტთან ერთად თუ მას გააჩნია ეგრეთ წოდებული საშვი პროპუსკრო ვეძახით, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია გადმოკვეთოს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზოლი. ენგურის ცენტრალური ხიდით გადმოვა ზუგდიდის მიმართულებით და იქ საშვის მითითებულ დროს ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს უკან. გალში უნდა ჩახვიდეთ და იქ იძლევიან საბუთს. ვიზას უწოდებენ ისინი 5 ლარი ღირს მე მგონი. საერთაშორისო პასპორტი რომელიცაა, აი ესაა საჭირო. საერთაშორისო პასპორტი. თავისუფალი გადაადგილების საშუალება ერთის მხრივ ვთქვათ. ენგურს აქეთ ყველამ ვიცით, რომ ხშირად უწევთ მათ სიარული სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ვთქვათ, რაც ეკონომიკური, რაც ვაჭრობის ელემენტები არის, ნათესავების მონახულება. აი ეს საკითხი არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს დაძრული ადგილიდან იქ სახელმწიფოსადმი, საქართველოსადმი, დობა აფხაზურ საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმაოდ მცირე არის. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც თუ რა ინტერესები ექნება თქვათ ამ მიმართულებით რუსეთსაც. ასევე საკმაოდ კომპლექსური არის, მე ვფიქრობ, რომ სრულიად რეალისტურია რაღაც კონკრეტული შედეგები ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურ ინტერესთა სფეროში უნდა შედიოდეს ის, რომ გალის მოსახლეობას უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრება გაუადვილოთ.